40 კილომეტრამდეა თვითონ ეს დერეფანი და რაში დაშირდათ აქ ამერიკა. უყურე, აი დავფიქრდეთ. სომხეთის დასამშვიდებლად. სომხეთის დასამშვიდებლად, ანუ სომხეთს თავად არ შეეძლო ამ ტერიტორიის გაკონტროლება. ჩვენ ხო ვაკონტროლებთ კაცო ჩვენს დერეფანს. ჩვენს ამ რიკოძე ამ უღელტეხილს მაგ ინფრასტრუქტურას მან ხوارდ გას ჩინური რაღაცა კომპანია. მან გასაგებია რომ სომხეთს ჰქონდა შიშები თან წაგებული ომის ფონზე, რომ თან ეხა ალიევი იმუქრებოდა რომ ან გაგვატარებენ ან გავივლით შიშები რომ ის ქვემოთ რასაც სიუნიქის პროვინცია ქვია, საერთოდ წაეცალათ ეს უდი და დარჩენოდათ მათ. აზერბაიჯანელების მოთხოვნა იყო რომ დაუპკოლებლად მომხდარიყო ზანგეზურის დერეფნის გამოყენება აზერბაიჯანისთვის, ანუ ექსტერიტორიული ხასიათის უნდა ყოფილიყო, ანუ პრაქტიკულად გამშვები პუნქტიც არ უნდა ყოფილიყო, ანუ აზერბაიჯანის ანუ როგორც საკუთარ ტერიტორიაზე ისე. ხო, ანუ აი რო შემოვა იქ აზერბაიჯანის ტვირთი, არც პოლიციელი არ უნდა დგარიყო იქ, არც ვიღაცა სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც შეეძლო ამ მიმოქცევის დაბკოლება. აზერბაიჯანელებს პირდაპირი მოთხოვნა იყო ეს. და ვინაიდან ახლა სომხეთი ხო ვერ შეასრულებდა ამას, ახლა რაღაც ნაციონალური ღირსება ყველა სახელმწიფოს აქვს. აქ შემოვიდა ამერიკა. ანუ რეალურად აზერბაიჯანის ეს კატეგორიული მოთხოვნა, რომელიც რეალურად ზღუდავს სუვერენიტეტის გარკვეულ ხარისხს ამ ტერიტორიაზე, სომხეთმა ეს ამერიკელების მეშვეობით დათმო, რომ ჩვენ კი არ ვთმობთ, არამედ აგერ ამერიკელები გააკონტროლებენ ამას და რა კარგია, მოკლედ ეს. ამიტომ უყურე ხა რაში აქ, ანუ რატო ჩავიდა სომხეთში. პირველი რომ ცხადია ეს ტერიტორია გააკონტროლონ ამერიკელებმა, აქ ორ კურდღელს იჭერს ამერიკა. ერთის მხრივ, თუ ჩინური ტვირთი წამოვა იქიდან და ეგ არ არის გადაწყვეტილი, შეიძლება ჩინელებმა ზანგეზურის დერეფნით კი არა, ჩვენი დერეფანი გამოიყენონ. თუ ამერიკელები დადგებიან იქ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო რენტაბელურია, ხო, ეხა მაგ დერეფნით უფრო მარტივად მოხვდები თურქეთში, უფრო მოკლე გზაა, ვიდრე საქართველოს გავლით. თუ ჩვენს პორტებს არ გამოიყენებ, ეხა თუ ჩვენი პორტები გჭირდება, მაშინ ცხადია საქართველოს, მაგრამ უყურეთ ჩინეთისთვის აქ ხომ ჩინელები ხო აცნობიერებენ მაგას, რომ ამ დერეფანს ამერიკა აკონტროლებს. ამ დერეფნის გამოყენებით ამერიკელებს გააძლიერებენ ჩინელები. შესაბამისად, ცხადია ჩინელებს. თან თუ ამ დერეფანზე აწყობ შენს სავაჭრო ურთიერთობებს, ხო, ხვალზე ამერიკას აძლევ ბერკეტს, რომ ამით დაგემო. რა თქმა უნდა, ეგ ერთი. მეორე, ეს რაც შეეხება, თუმცა რაც ქონდა ეხა ჩინეთს გარკვეული დივერსიფიკაციის კუთხით ნაბიჯები უზღუდავს, პრაქტიკულად საქართველოსღა დარჩა. ანუ ჩინეთისთვის სომხეთის დერეფანი არის ჩაკეტილი თუ არა, უკვე გაკონტროლებადი ჩინეთის მეტოქის მიერ, ამერიკის მიერ და დარჩა საქართველოს. ეხლა რაც შეეხება ირანს, ანუ ერთი მხრივ ხო აღნიშნეთ, რომ ეს ხდება ჩინეთის წინააღმდეგ, ეს არის ერთი კურდღელი. მეორე კურდღელი ეს არის ირანის ჩრდილოეთით ერთადერთი სასუნთქი მიმართულება ირანისთვის იყო სომხეთი. რუსეთი იქნება ეს თუ მაგათ ევროპაზე გასასვლელად, ჩვენი პორტების მეშვეობით, მაგალითად ეხა ჩვენ ვინც ხშირად დადის ავტომაგისტრალზე შეამჩნევთ ძალიან ბევრი ირანულ ნომრიანი სატვირთო მანქანა დადის, ხო? ეგ მანქანა საიდან შემოდის? სომხეთის გავლით შემოდიან ჩვენს ტერიტორიაზე. მერე ან თურქეთში მიდიან, ან ჩვენს პორტების გავლით ევროპაში და სხვა მიმართულებით. ნუ, ვიღაცა იკითხავს, აზერბაიჯანიც არსებობს, მაგრამ აზერბაიჯანთან მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არ აქვს ირანს. თან თუ აზერბაიჯანი, თურქეთი ერთ ღერძად განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ის მისთვის პრობლემატურია. პლუს ირანის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანის გაძლიერება და მის ტერიტორიაზე, მის ლოჯისტიკაზე დამოკიდებულება ირანისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ამიტომ გვახსოვთ ჩვენ ეს განცხადებები, რომ სამხედრო გზით ირანი არ დააშვებინებს აზერბაიჯანს ამ დერეფნის გაჭრას. გვახსოვს ხო, როდესაც ალიევი იმუქრებოდა, რომ თუ რამე ჩვენ მაინც გავჭრით, მაინც გავალთ ზანგეზურის დერეფნით,
ირანი ყოველთვის განცხადებას აქვს, მათ შორის წვრთნებსაც ატარებდა აი ამ ზანგეზურის დერეფანთან, რომ არ მისცემს აზერბაიჯანს იმის საშუალებას, რომ სომხეთის ეს ტერიტორია მიითვისოს, ან სამხედრო კონტროლი განახორციელოს, იმიტომ რომ მაგისთვის არის სასწაულად მნიშვნელოვანი, რომ ჩtildeოეთ გასასვლელი ქონდეს. აი პრაქტიკულად ახლა თუ ამ ტერიტორიასაც ამერიკელები გააკონტროლებენ, აი როგორ უნდა გავიდეს, როგორ უნდა მოხდეს, აი მაგალითად, ან რუსეთის ტერიტორიაზე, ან ევროპის მიმართულებით, როგორ უნდა მოხდეს ირანული ტვირთი. აი მოდი დავფიქრდე გეოგრაფია, რუკა რო გავიხსენოთ. ან მაშინ სპარსეთის ყურით ზღვით უნდა წავიდეს. სპარსეთის ყურეში ამერიკული გემები დგას, ხო? ანუ სპარსეთის ყურე არ არის მაინც და მაინც კონტროლირებადი კარგად. იქ ამერიკული ბაზებია და ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურაა. ან უნდა იყოს დამოკიდებული თურქეთზე მაშინ, ანუ თურქეთს უნდა მიაბარო მთელი შენი ლოჯისტიკა, რაც ასევე პრობლემატურია. ჩინეთთან ვაჭრობას შეძლებს. კი, მაგრამ მარტო ჩინეთთან ვაჭრობა ხო არ არის, კაცო, თვითონაც ხო რაღაცა უნდა შემოიტანოს, რაღაცა უნდა გაიტანოს. და პრაქტიკულად რჩება მარტო ცენტრალური აზია, ცენტრალური აზიის გავლით მე რუსეთი და კასპიის ზღვა. გზა დაუგრძელდება, მაგრამ შუა აზიით რუსეთთან შეძლებს მაგრამ მე რუსეთიდან საწავ, ანუ მე რუსეთის კი ბატონო ნოვოროსიისკის პორტი და ჩინეთთან. ხო, ანუ ეს ყველაფერი უბრალოდ გაურთულდება. რა თქმა უნდა, ეკონომიკაც ეგ არის, რაც უფრო შენ არაეფექტური, არაკონკურენტული ხარ, მე ეგ ეკონომიკაც წაისახება. ამიტომ ამ ნაბიჯით, ამ ზანგეზურის დერეფნის კონტროლით ამერიკა ორ კურდღელს იჭერს. ერთი, ჩინეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვანძო შესაძლო პოტენციურ დერეფანს გააკონტროლებს და მეორე პრაქტიკულად გადაუჭრის ირანს ჩtildeოეთ მიმართულებას. ეხლა არსებობს კიდე მესამე ინტერესი. გეოპოლიტიკურად ამერიკას აწყობს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკის მთავრობაში, დემოკრატიული პარტია იქნება თუ რესპუბლიკური პარტია იქნება, კონსერვატორები იქნებიან თუ ლიბერალები და ზბიგნევ ბჟეზინსკის წიგნშიც წერია ეს, აი პირდაპირ, ვიცი, დიდ საჭადრაკო დაფაში ცალკე არის გამოყოფილი თურქეთის, დიდი თურანის და ცენტრალური აზიის მიმართულება. ამერიკელების ინტერესია კვლავ ირანის რაღაცა თვალსაზრისით რუსეთის და ჩინეთის დასაბალანსებლად თურქეთის და ცენტრალური აზიის გაკონტროლება. ცხადია ამერიკა ეხლა რაღაც NGO-ებს იმაში რაღაც LGBT პროპაგანდას და რაღაცა ლიბერალურ ზღაპრებს საქართველოში და სომხეთში, უკრაინაში და ანუ ასე ვთქვათ ქრისტიანულ სახელმწიფოებში რასაც ავრცელებს, იმიტომ რომ რატომღაც მოწყვლადები გავხდით ამ იდეოლოგიის კუთხით, ეს პოსტქრისტიანული სამყარო, მაგ იდეოლოგიას ახლა ცენტრალურ აზიაში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთში ვერ ამკვიდრებს. მას რა უნდა დაამკვიდრო შენ ისეთი ორგანული იდეოლოგია იქნება ეს თუ პროექტი, რომელიც იქ ადრესატს იპოვის. ეს არის დიდი თურანის და თურქული, ასე ვთქვათ, ერთიანი სივრცის ჩამოყალიბების პროექტი. რაც როგორც თურქეთის ინტერესში შედის, ასევე შედის ამერიკის ინტერესშიც. რატომ შედის ამერიკის ინტერესში? თუ შეიქმნება ერთიანი თურქული სივრცე, რასაც დიდ თურანს ეძახიან და მაყურებელს შევახსენოთ რა სახელმწიფოებზეა საუბარი. თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი. ეს არის უზარმაზარი 300 მილიონიანი სივრცე, უზარმაზარი ტერიტორიით, უზარმაზარი რესურსებით, ენერგომატარებლებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკანასკნელ ამ დერეფანს უკეტავს ჩინეთს. აი პრაქტიკულად ჩვენ რო ვთქვით, რომ აი შუა დერეფანი რჩებოდა ჩინეთს, ყაზახეთის სახით. ეგ დერეფანიც დაეკარგება. ანუ ცხადია ეს დიდი თურანი გეოპოლიტიკური მეტოქე, ბუნებრივი მეტოქე იქნება ჩინეთის, ბუნებრივი მეტოქე იქნება ირანის, ბუნებრივი მეტოქე იქნება რუსეთის. ეხლა ამერიკის გადმოსახედიდან დიდი თურანი ამერიკას რა პრობლემას უქმნის?